Macarela წავიდა. ამგერებენ მე აი ბატარეა რო დამიჯდა ცოტა ხანი დაველოდებით ამ. ნუ ხვდებით რაც ხდება. მუსიკის აყოლება ხდება ხალხის. მუსიკა ჩართეს. ეხლა გამოვარდება ის ბუღა.
აიღეს. ამ თამაშს ლურჯები აშკარად სუსტები არიან, ვიდრე წითლები. ნახოთ, აბა წითლები რას იცავენ. წითლებიც დამარცხეს. ერთად გამოვიდნენ წითლები და ლურჯები და არ ვიცი რა, მე მაგალითად ვეღარ ვუძლებ ამას. ჩემ და სამარცხვინოთ უნდა დავტოვო აქ. Guys, flexible მაგეცი, ერთი სული მაგ დავტოვო აქაურობა რა. უბრალოდ მინდა გადავიდე, თორემ არ ამგონია მე აქ კიდე მოვიდე რა, გამორიცხული, ძალიან იმოქმედა, უარყოფითად იმოქმედა ჩემზე. მაგრამ ახალ მოვედი ბარემ ბოლომდე ვიქნები, მაგრამ ერთი სული მაგ რო გავიდე აქედან. პატარა შოუს ელემენტებია, შეთაშო ძალიან ბევრი არის, ახლა ეს ბავშვით ინგლისიდან არის, კანადიდან, ეს მოდიან, ტურისტული ადგილია და შოუს ელემენტებია. მაგრამ მე ძალიან უარყოფითად ვარ დამოხტული და მინდა ეს უარყოფითი გამოვიდე, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს შოუ.
შეხედეთ სახეებზე ამათ ამ ჩნევთ ბედნიერების სახეს. შეხედეთ თითქოს აი კონცერტი რო თავდება უკმაყოფილებიანი ადამიანები შეხედეთ ამათ სახეს შეწუხებულები უკმაყოფილოები და ჩემს არ ვიცი ნამვლიანები გავიდეთ გარეთ და ვიტყვი რა მოხდა ას დარბოდენ საწყალი ხარები აქ Thank you. ამოვედით მეგობრებო და მეტყობა სახეზე. აი გულახდილად გითხრათ რა არა მაქვს ცხოვრებაში ნანახი. რამდენი სიკვდილი, რამდენი უბედურება. რა ვიცი, რა არის ჩემ თავზე გადახდილი და მიანური სიბინძურე. რა არა მაქვს ნანახი, რა არა მაქვს და მეგობრებო მე აქ მომსვლელი აღარა არ ვიცი, ეხლა ეს როდეო არ არის, მაგრამ როდეო უფრო ეს კიდო ის არის, მაგრამ როდეო უფრო ვთქვათ დაჭერა, მოჭერა იმეების, მაგრამ ეს თუ გზერდება, რავი, 9 საათი, 1 საათი, როდეო გზერდება 2 საათი და თუ იქ ასეთი რაღაცები ხდება, არ ვიცი, მე წრემლი მომივიდა, მიუხედავად ასეთი აი წეღანაც კი ჩემი ცხოვრებიდან გამომდინა, ეს არის ძალიან მაგარი სისასტიკე. ესე იგი იმ დონემდე მიყავთ ბუღა რომ დაძდეს ყველას და მთელი უბედურება ის არის რომ ბუღებს და ამიმებს წამარს უკეთებენ წამარს რომელიც აგიჟებს რომ უფრო კარგად ირბინოს და ეფექტურად ირბინოს გარშემო და ამ წარმოდგენის შემდეგ კლავენ და ალბათ სტეიკი ჩვენ რომ ჩაჭმელებს იქ უკვე მიდის როგორ გითხრათ აი ხელოვნებაში გადასული მე ვიცი მე ადრე ნოდარ დუმბაძეს აქ ასე წიქარა თუ გაქვს აკითხული და მან ესპანეთში დაესწრო ნოდარ დუმბაძე ტორედოზე და იმის შემდეგ თქვა რომ მე იქ წამსვლელი არა ვარო და გამახსენდა ეხლა ეს ჩემ ამბავზე და ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა არ შეიძლება ცხოველი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო კი მესმის რომ თითქოს ვაჟკაცობის ოსტატობის და იმის ახლა ადვილი ნამდვილად არა ეხლა რეალობაში ადამიანები ცხოველები ვარდებით სულ სიტუაციაში, მაგრამ სპეციალურად გააბრაზო ბუღა, სპეციალურად გააგიჟო და მე ამაზე შოუ ჩაატარო და ფული იშოვო. აი ნამდვილად არ ტოვებს კაის დაბეჭდილებას. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ამეტანი სენტიმენტი ვარ, მაგრამ არ ვიცი, მე დიდი სამით მოდიოდი, დიდი იმით, მაგრამ ამაზე არ მიფიქრია, რომ ხარს, ბუღას და საერთოდ ცხოველს ასეთ სიტუაციაში თუ ჩააგდები და ასე თუ გააგიჟე და ადამიანი ერთ წუთით ცუდი დაბეჭდილება დატოვა. არ ვიცი, შეიძლება როდეოზე მაინც მოვიდეთ, ნახოთ, მაგრამ აი არ ამგონი, აი არ ვიცი, ნახოთ რა, ვერ გეტყვით. ფაქტიურად ეს ბუღები რო გამოდიან, სიცოცხლის ბოლო მომენტებია მაგათი რა. დამთავრდება წარმოდგენა, მაგათ წაიყვანე. იმიტომ რომ ეს უკვე შეშლილია, ეს ბუღა არის უკვე შეშლილი, გადარეული, გაგიჟებული. შემდეგ კონცერტ მე მეგონა რომ ამათ შემდეგ კონცერტი, შემდეგ გამოსვლაზე იმაზე ამზადეთ. არა, უბრალოდ ეს არის წარმოება, ბიზნესი და რაღაც გარკვეული ბუღებს ამზადები, რომ ამ კონცერტზე თუ წარმოდგენაზე წამოიყვანონ, მე რაღაც აქაც თავისებური ანგარიშებია, ფული, ტურისტები, მთელი ამბები. ფაქტობრივად, იცით როგორი მომენტია? აი ეხლა ეს კი არის ტურისტებისთვის, მაგრამ ზოგადად ამ კოლორადოში, ნებრასკაში რატო იმართებოდა ეს ასეთი გამოსვლების შეჯიბრებები, იმიტომ რომ ისე სულ დამავიწყდა. მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში, თქვენ ვიდეოს ყურებას თუ დაიწყეთ და აკვირდით ჩემს უკან ჩინელებით თუ აზიელებითგან და იმათაც როგორი არასდროს აქვთ შეწუხებული სახეები და გვერდებს გადახედეთ არ არიან ასე ვთქვათ აღთოვანებულები. დანარჩენი უკვე თქვენ თვითონ აწონდაწონეთ ყველაფერი. სავაჭრო ბაზრობაზე მოყავდათ გასაყიდად იზროხები და ხო უნდა
თუ ან ზოგი გასაკლავად მიყავდა და ზოგი ოჯახში, მაგრამ ზოგი ესეც იყო გათვლილი და ფაქტიურად ესენიც შოუს ელემენტები შეიტანეს. ესე იგი, ბუღა გამოდის მის ბოლოს ცხოვრებაზე, ისედაც უნდა მოკვდეს და ბარემ გაბრაზებული მოკვდესო რა. არ ვიცი, ეს ფილოსოფიური ხედვაა, ჩემი ხედვაა თუ ჰუმანური ხედვაა თუ ადამიანური ხედვაა, ნუ ყოველ შემთხვევაში კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა. ნუ რას ისა, ცხოვრება გრძელდება და ადამიანები ერთმანეთს ცუდად ვექცევით, ყოველ წუთს ომი, ის გადარეულობა, გიჟობა, სულ გვესმის და არ ვიცი. ნუ არ ვიცი, თქვენთვის მომინდია ეს ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ის რომ დავსწრებოდით ამ წარმოდგენას დავესწარეთ. გავაგზავნოთ ჩვენი ცხოვრება, გავაგზავნოთ ჩვენი ამბები, გისურვებთ ყველას ბედნიერება, სიხარულს და ბევრ დადებით ემოციებს. რა თქმა უნდა, უარყოფითი ემოციებიც იქნება, მაგრამ ეს უარყოფითი ემოციები გადაგვედახოს დადებითი ემოციებით და უბრალოდ უსურვოთ ჩვენ თავს, რომ ასე ცუდ, არ ვიცი, ახლა ვერ გეტყვით, ახლა არ მოხვიდე მეთქი, არ ვიტყვი, მაგრამ თუ ნუ კაი შთაბეჭდილება არ არის. ნუ კაი ჯანდაბას ამაზე მე ვილაპარაკო. კარგით, მეგობრებო, წავედით. ნახეთ ჩვენი ამბავი შევესრულეთ და იმედია შევხვდებით საინტერესო ვიდეოებში. ყველას გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, სიხარულს და ყველაფერს კარგს. კარგად.